ძალიან სასიამოვნოა რომ მოგზადით წინასწარ მინდა მოგიხადოთ ბოდიში ვინაიდან თითქმის არ მქონია ასეთი შეხვედრები ახალგაზრდობასთან ძალიან ჩვეულებრივი მიზეზის გამო არასოდეს არ მქონია საშუალება პედაგოგიური მოღვაწეობის ჩემს სპეციალობაში თუმცა ანდახან მიგზავნია ხოლმე რაღაც ნაწარმოებებზე თხოვენ ჩემი აზრის გამოთქვას მე რამდენადაც ვიცი ეს ამ შეხვედრას ეწოდება master class წინასწარ მინდა დაგაფრთხილოთ რომ ეს არავითარი master class-ი არ იქნება მე თქვენს ავით ვაგრძელებ ჯერჯერობით სწავლას და ალბათ გავაგრძელებ სიცოცხლის ბოლომდე დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით სხვადასხვა ღილაკებზე თითის გაჭერით შესაძლებელია მრავალი რიტმიული ბადის მიღება და აღარ გავაგრძელებ ამ ბადესზე მე ისევ ღილაკების საშუალებით მიღწევა იმისა, რასაც ქვია მუსიკალური ნომერი. ვინაიდან ეხლა მოგეცემათ საშუალება მცირე შემადგენლობებზე მაინც გააორკესტროთ და გაწეროთ მუსიკა, მინდა გთხოვოთ, რომ ამ საშუალებით ისარგებლოთ. ერთ-ერთი ეს კარგი იქნება გამოსახულებისათვის. მერე კარგი იქნება თქვენთვის, ვინაიდან ეთყობა ბევრს თქვენგან არ ქონია საშუალება არახელოვნურ ტემპერებთან ურთიერთობის. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ, როდესაც მე ვმუშაობდი კინოში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გავიდა, რაღაც შემოვერთი. მე ეხლაც ვაგრძელებ მუშაობას, მაგრამ აი, როდესაც ინტენსიურად მუშაობდი, იმ დროს შეიძლება სხვა ეპოქა დაერქვას. ეხლა სხვა ეპოქა დადგა და ძალიან იშვიათად ექნებათ ალბათ ისარგებლოთ იმ საშუალებებით, რა საშუალებებითაც მე და ჩემი კოლეგები სარგებლობდით. ჩვენ შეგვეძლო დიდი შემადგენლობის სიმფონიურ ორკესტრთან მუსიკის ჩაწერა. შეგვეძლო კამერული შემადგენლობა მოგვეწვია. ამისთვის არსებობდა საშუალებები იმ დროს. ეხლა ეს ყველაფერი გართულდა. მაგალითად, მე დანელიას 7 ფილმისათვის მაქვს დაწერილი მუსიკა. და მაშინ, როდესაც დავიწყოთ ერთად მუშაობა, როდესაც მე დავწერე მუსიკა ფილმისთვის არ დაიდარგო და შემდეგი 2-3 კინძაზის ჩათვლით აბსოლუტური თავისუფლება გამარჩნდა. ეს ხდებოდა მოსფილმზე და რამდენი გამოძახებაც იყო ხოლმე საჭირო, ამდენი გამოძახება
ხდებოდა. მაგრამ იმავე დანელიასთან ბოლო ფილმებზე მუშაობისას ეს საშუალებები უკვე აღარ იყო. უკვე მაფრთხილებდნენ, რომ ერთხელ მოვა ორკესტრი, ერთხელ უნდა ჩაიწეროს და ეს ერთხელ ჩაწერილი უნდა მოხდეს ფილმში. ასე რომ ასეთ რეჟისორს როგორც დანელია უკვე აღარ არის საშუალებები რომლებიც ჰქონდა ადრე. მე იმის თქმა არ მინდა რომ საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს ის ხერხები რომელი ხერხებითაც მე დღეს სარგებლობ, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ამ დღეს ძალიან გავრცელებულ ხერხებთან ერთად თქვენ გექნებათ კიდევ საშუალება გქონდეთ ურთიერთობა ნატურალურ ტემბრებთან და ნატურალურ ინსტრუმენტებთან. ამავე დროს ძალიან კარგად მესმის რომ თუ პიროვნება ნიჭიერია, მას ყოველთვის შეუძლია შექმნას ურთიერთობა ელექტრონული მუსიკის და ნატურალური ტემბრების. ეს მე მივაჩნია რომ ძალიან საინტერესოა. დღეს მე მუშაობ დანელიასთან კინძაზას ანიმაციურ ვერსიაზე. უკვე რამოდენიმე წელიწადია და ცხოვრობ ბელგიაში და იქიდან უგზავნი ხოლმე რაღაც მასალას. როგორც წესი ამ მასალას ჩემს ინსტრუმენტზე, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის როლანდია, ისეთი სტაციონარული პიანინო, 16 არხით, ძალიან კარგი ტემბრებით და ვიცი რომ ეს ისევ საბოლოო ჯამში ქიმიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვცდილობ ამოვირჩიო ისეთი ტემბრები, რომლებიც ძალიან არის მიახლოებული ნატურალურ ტემბრებთან. მაგალითად, შესაძლებელი აკუსტიკური გიტარა არის ჩადებული ამ ინსტრუმენტში. ძალიან ლამაზი ჰობოი. ძალიან კარგი მთელი წება ბას-გიტარების. მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არსებობს სიმებიანი ორკესტრის ან სიმებიანი ცალკე ინსტრუმენტების ისეთი ტემბრები, რომლებიც არსებობს როდესაც თქვენ საქმე გაქვთ სიმებიან ორკესტრთან. არავით არის ჰაერი, არავით არის სუნთქვა, არავით არის სილამაზე, არავით არის ემოცია, არ მოდის იმ ეგრეთ წოდებული სტრინგებიდან, რომლებიც ჩადებულია თანამედროვე სინთეზატორებში. პირადად ჩემი შემოქმედება და ჩემი შრომა არის აუტანელი, იმიტომ რომ მე წლობით ვერებ ნაწარმოებს და აი ამ ჩემ 16 არხიან ინსტრუმენტთანაც ძალიან ბევრს წვალობ, რომ მივიღო რაღაც შედარებით ნორმალური ჟღერადობა. და როდესაც მე მოვისმინე, ესე იგი, აი 20 კომპოზიტორის იქ იყო ორკესტრთან ჩაწერილი, აქ მე არაფერი არ მაქვს, საწყმელი ეს ყველაფერი იყო კარგი, მაგრამ ყველაფერი რაც იყო ჩაწერილი სინთეზატორებზე, მე ვერ დავინახე ის გულის წადილი, რომ ავტორმა მოინდომოს აი ამ საშუალებებზე დაყრდნობით, მაინც მიაღწიოს რაღაცა უკეთეს ჟღერადობას. აი ეს
ცოტა გულსატკელი იყო ჩემთვის. იმიტომ რომ იქაც შეიძლება მოინახოს რაღაცა ისეთი, რაც არ იქნება ესე ერთფეროვანი. აი მაგალითად თუნდაც ერთ დიდი ფორმის ნაწარმოებს ვწერ 2 წელიწადს და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ტანჯვასთან და შრომასთან, რომელიც არის ყოველდღიური და დაახლოებით 10-12 საათი დღეში. თუ ამას იგრძნობს მსმენელი დარბაზში, მაშინ მთელი ჩემი შრომა ყოფილა ფუჭი. აი მსმენელმა ეს სიზნელეები არ უნდა იგრძნოს. მსმენელს უნდა ეგონოს, რომ ეს ყველაფერი აი როგორც ლიტერატურაში არის ხოლმე ახსენილი, ან ფილმებში არის გადაღებული, რომ ეს ყველაფერი საინახავსიდან მოდის და კომპოზიტორს თუ ის პროფესიონალია, რჩება მხოლოდ ის გადარჩენია, რომ მხოლოდ ეს ჩაწეროს და მე ეს ესე ჟღერს. ისე როგორც დაუშვათ მოცარტის მუსიკაში. გამოსახულება ძალიან უცნაური რამ გახდა. მე მახსოვს, როდესაც ელდარ შენგელაიასთან ცისფერ მთებს მუშაობდი, მაშინ ასეთი წესი იყო, რომ კომპოზიტორს იმისათვის, რომ მიეღო ჰონორარი კლიენტი, უნდა მოეტანა 32 წუთი. უნდა ყოფილიყო აუცილებლად 32 წუთი. მე ფილმში შეიძლება შესულიყო 18, 15, 20. მაგრამ ნუ ყველა ცდილობდა, რომ ეს 32 წუთი ჩაეწერა. და ამ სისტემისმის ყოველდღე 32 წუთი და დავიწყოთ მუშაობა მე და ელდარმა. და დაახლოებით ერთი თვე ვიჯექით სამონტაჟში, დავჭინეთ რამოდენიმე ვარიანტი ამ ჩემ მოტანილ მუსიკაზე და ვზრობდი, რომ ელდარს არ აკმაყოფილებს ის, რაც მე გავაკეთე. თუ გახსოვთ ამ ფილმში 4-ჯერ იცვლება წელიწადის დრო და საბოლოო ჯამში რაღაც ძალიან ისეთი მარტივი ვალსი დავწერე და როგორც კი დაუდო ელდარმა ეს ვალსი ამ სრულებს მაშინვე მიხვდა, რომ აქ მეტი ამაფერი არ საჭირო. ეს ვალსი გრძელდება ალბათ წუთს და შეიძლება წუთი და 20 წამია მეტი არა. და აღმოჩნდა, რომ ამ ვალსის გარდა არაფერი არ არის საჭირო. ერთადერთი ფინალში, როდესაც იინგრება ყველაფერი, რაღაც ზეიმი აქვს რედაქციაში, კავკასიური ცარცის წრიდან არსებული მუსიკა დაუდო და მერე ქურთების ქორწილში თუ მოგისმენიათ, როდესაც ზურნა და დოლები უკრავენ. აი ეს მერე ჩავწერე და აღმოჩნდა, რომ ამ ფილმისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ეს ვალსი და აი ეს ზურნა და დოლები, მეტი არაფერი. ეს მოგიყევით მხოლოდ იმის გამო, რომ როდესაც ეს არ ვიცი, რამდენი წუთიანი იქნება ეს მონტაჟი, 10 წუთი. 5-დან 10-მდე ბატონო. 5-დან 10-მდე. ესე იგი თქვენ უნდა მაინც რაღაცა ექსპერიმენტების სახით, სანამ მოისწრებთ მუსიკოსებს, რაღაცები უნდა მაინც ჩაწეროთ და ნახოთ გამოსახულებასთან ერთად. დაუშვათ, მე დაწერილი მაქვს მუსიკა, დაუშვათ კი არა 50-ზე მეტი იმისათვის. როდესაც თავაზობდნენ რაღაც გარკვეულ სამუშაოს, როგორც კი
ვიგრძნობდი, რომ ეგ არის ძალიან სუსტი სცენარი და რეჟისორიც არ არის ძალიან ისეთი. მაშინვე აძლევდი თანხმობას. იმიტომ რომ ამაზე მჭირდებოდა 2 კვირა. და ჰონორარის რაოდენობა ერთნაირი იყო. შეიძლება 1 წელიწადი გემუშავე და 2 კვირა. აბსოლუტურად ერთნაირია. მე თუ ერთ სიმფონიაზე მუშაობდი 2.5 წელიწადს, 3 წელიწადს, მე ხო ოჯახი ავდა და მჭირდებოდა რაღაც ეკონომიური დამოუკიდებლობა. ამიტომ როგორც კი ვიგრძნობდი, რომ სუსტი ფილმი გამოვა, მაშინვე თანხმდებოდი ამას. აი ხო 50-ზე მეტი ფილმისათვის მაქვს დაწერილი მუსიკა და ის ფილმები სადაც ჩადებულია რაღაც საშინელი შრომა შეიძლება შემოიფორმოს აი 10-ით და ის 40 აღარ მახსოვს არც ვიცი ხანდახან ტელევიზიით იქმა ქართული არხები რაღაცას უშვებდება ხოლმე და მივხვდები რომ ჩემი მუსიკაა და გამახსენდება რომ არ მინდა მე ახლა რეჟისორების გვარების დასახებ არ არის საჭირო სამაგიეროდ დანელიასთან მუსიკის დაწერა არის თანჯვა იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის რა ჭირდება თვითონ ვერ უკრავს და სანამ მიახსენს იმას რაც უნდა აი ხო გეუბნეოდი ხანდახან 14 გამოძახება იყო საჭირო ორკესტრის რომ საბოლოოდ იგვეღო ის რაც მას ჭირდებოდა. რეჟისორი ჩემთვის ნიშნავს ყველაფერს და არაფერს. ეს დამოკიდებულია რეჟისორის. ჩემ ცხოვრებაში რომ რობერტ სტურო არ გაჩენილიყო და დანელია და შენგელაია, მე ჩემ სიმფონიურ მუსიკასაც ალბათ დავწერდი სხვანაირად. რეჟისორი მაინც თავარია, მე ყოველთვის ვამბობ მაგას, რომ მხატვარი, გამნათებელი, სცენოგრაფი, კომპოზიტორი ეს დამხმარე ძალა არის კინემატოგრაფშიც და თეატრშიც. რეჟისორი არის მთავარი და რაც უფრო მეტად საავტორო ფილმს იღებს ის, მით უფრო მეტი მოთხოვნა ექნება კომპოზიტორის მიმართ. შეიძლება არ მოინდომოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის შესაძლებელი და მოსალოდნელი. მაურების როლი ისეთივეა, როგორც მუსიკის. აბსოლუტურად ერთ დონეზეა. და იმისათვის, რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, იმაჩნია, რომ ხმაურები ოთარ იოსელიანის ყველა ფილმში ეს არის ეტალონი იმისა, როგორ უნდა კეთდებოდეს ხმაურები. უბრალოდ აიღეთ ოთარ იოსელიანის რომელიმე ფილმი და ხოლოდ მიაქციეთ ყურადღება ხმაურებს და მიხვდებით, რომ ეგ არის მუსიკის დონეზე. მე რომ ვამბობდი ახლა იმაზე, რომ თქვენ საშუალება გექნებათ კამერული შემადგენლობები მოიწვიოთ. რა თქმა უნდა, გექნებათ, მაგრამ შეიძლება ისეთი გამოსახულება იყოს, რომ 2 ინსტრუმენტი იყოს საჭირო ან 1. და მეტი არაფერი და ეს გამოსახულებას მოემსახურება ბევრად უკეთესად, ვიდრე რაღაც 16 კაციანი შემადგენლობა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია გამოსახულებაზე. ნურავინ მოიფიქრებს, რომ ბრწყინვალე მუსიკა გადაარჩენს სულ გამოსახულებას. ეგეთი რამ არ ხდება. კინოს სცენარების ავტორებს მე ერთადერთი რაც შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან მოგახსენებ. არაჩვეულებრივ გამოფენაზე ელდა შენგელაია და რეზო გაბრიაძე მუშაობდნენ სცენარზე 2 წელიწადს ყოველ დღე. აი წარმოიდგინეთ ახლა როგორ იწერებოდა არაჩვეულებრივ გამოფენის სცენარი. დღეს როდესაც ამ ფილმს შერჩა ესეთი პოპულარობა, იქ ერთი ზედმეტი არაფერი არ არის, სულ ყველაფერი არის თავის ადგილზე. თუ რეჟისორმა არ გაითავისა სცენარი,
თუ ის არ გახდა ამ სცენარის ავტორი, მეორე ამბავია, შეიძლება ტიტრებში მე აღარ დაწეროს, რომ ის არის სცენარისტთან ერთად ავტორი, მაგრამ თუ რეჟისორმა ეს სცენარი არ გახადა თავისი შემოქმედების ნაწილი, იგივე გაბრიაძე განელია. ეხლა გაიხსენეთ გაბრიაძის სცენარების მიხედვით გადაღებული სხვა რეჟისორების ფილმები. ბევრად უფრო სუსტი ფილმებია. იმიტომ რომ გადაღებულია გაბრიაძის სცენარის მიხედვით. და როდესაც გაბრიაძესთან ერთად წლობით ზის რეჟისორი და ამ ცდილობს ისეთ დონემდე მიიყვანოს ეს სცენარი, რომ როდესაც იგრძნობს, რომ მეტი გაუმჯობესება აღარ შეუძლია, მაშინ იწყებს ხოლმე ფილმის განადგურებას. მე სულ ასე მგონია, რომ ნიჭი ეს არის რაღაცა წრე, რომელიც აი ცენტრიდან დაწყებული ვექტორების რაოდენობა არის გაუთავებელი. და გემოვნება არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ვექტორი. შეიძლება უმთავრესი. ეს უფრო კარგად ვლინდება ხოლმე დირიჟორის სპეციალობაში. აი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივად ნიჭიერი პიროვნება, ორკესტრის წინ იდგეს ძალიან მუსიკალური, ძალიან ნიჭიერი. შესანიშნავად იცოდეს მასალა. კონდეს არაჩვეულებრივად მკაფიო ჟესტი და იყოს საშუალოზე დაბალი დირიჟორი. აქ უკვე გემოვნებაზე კი არ არის საქმე. აქ უკვე არის იმ თვისებაზე, რომლის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. ასმა კაცმა, რომელიც ზის სცენაზე, უნდა იგრძნოს, რომ ადამიანი, რომელიც დგას მათ წინაშე, არც ერთს არ შეუძლია დადგეს და ის შეცვალოს. საერთოდ კარგი გაგებით დირიჟორიც, რეჟისორიც და სხვა შორის კომპოზიტორიც თავისი აწარმოების მიმართ უნდა იყოს დესპოტი. კარგი გაგებით. სხვადასხვა არ გამოვა. თქვენს დამოკიდებულებაში ხელოვნებასთან უნდა გქონდეთ თქვენი პრიორიტეტები. რაღაცა ძალიან უნდა გიყვარდეთ, რაღაცას თაყვანს უნდა სცემდეთ და რაღაცა დიდ მოვლენებს უნდა უარყოფდეთ თქვენთვის. არ უნდა ღებულობდეთ. მაგალითად მე დღემდე ძალიან დიდი მუსიკოსი არსებობს, ეგეთი პიერ ბულეზი, ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი. თავიდანვე მე მის მუსიკას ვერ შევებულე და ვერ ვეგუები დღესაც. ქსენაკისი ძალიან დიდი პიროვნება მუსიკაში. ვერ ვეგუები დღესაც. არსებობს მეორე კომპოზიტორი ასეთივე რანგის, რომელიც მაშინვე მომწონდა. აი არ შეიძლება რომ ადამიანს ყველაფერი ერთნაირად მოსწონდეს. ისევე როგორც არ შეიძლება ადამიანისთვის ერთნაირად ახლობელი იყოს ბახამდელი მუსიკა, ბახის მუსიკა, მერე კლასიკა, მერე ადრეული რომანტიზმი, მერე გვიანდელი რომანტიზმი, მერე თანამედროვე მუსიკა, მერე ულტრა თანამედროვე მუსიკა. არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ერთნაირად უყვარდეს. აი ვალკოვსკიმ მითხრა კარგად, რომ ბულეზმა უნდა იდირიჟოროს, რომ ბულეზი მაშინ იქნება უკარგი, როდესაც იდირიჟორებს დებიუსის მუსიკას. რატომ ეს გეკითხება? იმიტომ რომ გამოაცნის სიტყვას და უკეთეს გახდეს. სტრავილსკის ფსალმების თუ ფსალმუნების სიმფონიაში არის ერთი არაჩვეულებრივი ადგილი, სადაც გუნდი შემოდის და ეს ყველაზე გენიალური თემა აღжღერდება ხოლმე.
პარიზში არის ძალიან ცნობილი ზანგარო ცირკი ეგეთი ცხენების და ერთხელ ვნახე მე ტელევიზიით გულეზი დირიჟორობდა სტრავინსკის კურთხეულ გაზაფხულს და ცხენები საშუალებით იყო განხორციელებული დადგმა ძალიან საინტერესო და გულეზი ჩემთვის ძალიან მშრალია ხოლმე დირიჟორობის დროს და ეს ისეთი ადგილია სტრავინსკის სამ სიმფონიაში რომ აი ზურგიდან რო უყურებ დირიჟორს ну იმ ის ადგილი რომ მოახლოვდება და რომ იწება რაღაცა უნდა მოხდეს ამ პიროვნებაში რაღაცა უნდა შეიცვალოს ეს ზურგი მისი ხელების მოძრაობა რაღაცა ემოცია უნდა გაჩნდეს ახალი სპეციალურად უყურებ მაინტერესებდა ეს ადგილი რომ მოახლოვდება ბულეზი დარჩება ისეთი სიმშრალით თუ რაღაცა აბსოლუტურად არაფერი აი როგორც დირიჟორობდა მანამდე ამ დროს ითვლება ძალიან ცნობილი დირიჟორია მსოფლიოში როდესაც ავთავრე ჯაზურმა ჩაწერა არ დაიდარდოს მუსიკა მოსკოვში დანელია როგორც კი იცნო რომ ეს პიროვნება არის რაღაც საოცარი ნიჩის პატრონი ყველაფერი რაც დამღერია არ დაიდარდოში ჯანსუღ კახიძის მეშვეობით არის ჩაწერილი და მისი მეგობრების მოყავდა ჩაწერაზე მე დანელიას მოუნდა რომ ზოგიერთი სიცილები გაახმოვანოს ჯანმრთელს სიცილები ესეც გაუკეთა და მე ხომ მივხვდი რამხელა რამდენის გაკეთება შეუძლია ჯანსუღს და ამ დროს ელდარ შენგელაიამ შემომთავაზა შერეკილები და მეუთხარი ელდარს რომ ხო არ იქნება მეთქი წინააღმდეგი რომ ამ სურათზე იყოს ორი კომპოზიტორი მე და კახიძე ელდარმა ნუ პირდაპირ რა ვიცი ახტოვანებული დარჩა ჩემი წინადადები და მე და ჯანსუღმა ერთად დავიწყეთ მუშაობა და შერეკილებში ყველაფერი რაც დაკავშირებულია ქართულ მრავალხმიანობასთან ეს ყველაფერი ჯანოს მიერ არის გაკეთებული და ჯანოს მიერ არის დაწერილი აი ეს აფრენო იმის და ბევრი სხვა რამე მე მიმაჩნია რომ ქართული ხალხური მუსიკა ეს არის ვიღაც გენიალური ანონიმების მიერ შექმნილი მუსიკა ესეთი მუსიკა მოედნებზე და ხალხ მრავლობაში არ იქმნება ამ მუსიკას ყავს თავისი ავტორები და ეს ავტორები იყვნენ ისეთივე ნიშის პატრონები როგორებიც იყვნენ ბახი, მოცარტი და ბეთჰოვენი ერთხელ ჩემს მეორე სიმფონიაში თავს უფლება მივესწრიდან შენ ხარ მელახიდან ერთი პატარა ინტონაცია გამოვიქცე მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ ცოტა რაღაც ბევრ ჩემ კოლეგას ძალიან ცნობილ კოლეგას თავის მუსიკაში გამოყენებული კი არ ქონდათ ხალხური მუსიკა ანსამბლებსაც კი აყენებდნენ ორკესტრის უკან და ამღერებდნენ აბსოლუტურად ხალხურ სიმღერებს იყო ეგეთი მუსიკისტი კახი როსებაშვილი ექსპედიცია იყო სვანეთში და დაესწრნენ მოხუციკაცის დასაქმებებას და ძალიან უნდათ რომ მიიღოთ უფლება მიკროფონი ჩაეწერათ აი სტილები იქ სხვადასხვა სოფლებიდან მოყავდა მომტირანე ქალები პროფესიონალები როდესაც ერთი იწყებს რაღაცა მისამღერს მერე უერთდებიან დანარჩენები და მერე
ეს მისამრელი განიცდის რაღაცა ცვლილებას დროთა განმავლობაში. ამის უბრალოდ აღნიშნეს, რომ შეეცადა მიკროფონის შეკრება. მაშინ აიღო კახინა ეს მიკროფონი, რომ გამოდიო რა სახლიდან დადო მიწაზე ყარებში. უკვე თითქმის გარეთ და რიტუალის მიხედვით, როდესაც ქალბატონები ტირიან მიცვალებულის გარშემო, გარეთ ეზოში 7-6 მოხუცი მღერის არაჩვეულებრივ გმირული შემართებით სვანურ სიმღერას. ამ მიკროფონმა აიღო ისიც და ესაც. და ეს იყო ჩემთვის რაღაცა მისტერია, რაღაც საოცრება იყო. აი მაშინ გადავწყვიტე, ამავე რომელიღაც კრებული ნახე ეს სვანური პირილები და მესამე სიმფონიაში დასაწყისში გამოვიყენე, როგორც მე უკვე ჩემებურად გავაკეთე ეს პირილები. ჯაზი ძალიან მიყვარს დღესაც. და შეიძლება არა ვარ გასწავლებული საბოლოო მიღწევებში, მაგრამ რა ვიცი, ჯაზი რომ არა საერთოდ არავითარი კავშირი მუსიკასთან არ მეყრებოდა, მაგის გამო გავხდი მუსიკოსი. სანამ გაორკესტრებას დავიწყებ, მანამდე ხო უნდა რაღაც ჩამოვაყალიბო, რაღაც მასალა უნდა მოუძებნო და უნდა მოვიფიქრო რაღაც გარკვეული ფორმა. ეს ყველაზე საშინელი პერიოდია. მერე იწყება უკვე გაორკესტრების პერიოდი და ეს უკვე დაკავშირებულია ჩემთვის პირადად სიამოვნებასთან, იმიტომ რომ გაორკესტრებისას შეიძლება ითქვას, რომ მუშაობ, მაგრამ ამავე დროს ვისწავლე. პირველი პერიოდის დროს, როდესაც ამ მასალას ვაგროვებ, დიდხანს ჯდომა არ შემიძლია, სულ უნდა ვანებებდე თავს კლავიატურას, მე კლავიატურის გარეშე ვერ ვმუშაობ. ეს ძალიან მძიმე პერიოდია ჩემთვის. როცა ვისწრებ გაორკესტრებას, შემიძლია 12-14 საათი ვიждდე ყოველ დღე. და როდესაც ვამთავრებ დაწარმოებას, თუ არაფერს არ ვაკეთებ, როგორ გითხრათ ახლა, რომ მიხვდეთ რა მდგომარეობაში ვარ. რამოდენიმე დღის მერე სულ მგონია, რომ დაუმადელი ვარ. არ ვიცი, როგორც გნებავთ, ისე გაიგებ. რაღაცა მაწუხებს სულ. არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა. მე იძულებული ვარ, რომ დავждდე და ისევ დავიწყო რაღაც მასალის შეგროვება. ამიტომ დიდი ისეთი პაუზები არ აქვს. ერთადერთი პაუზები მაშინ არის, თუ მივდივარ რაღაც შესრულებებზე ან ჩაწერებზე. ეს არის ხოლმე ერთი კვირა, შეიძლება 10 დღეები არა. მე წელიწადში რამდენიმე დღეს ჩამოვდივარ თბილისში და თუ ამ დროისთვის უკვე გექნება სურვილი ჩემთან შეხვედრის და ყოველთვის დიდი სიამოვნებით შეხვდები.